Baraka, sulieri siuchwe, dzvirpaso mordzbuneno, uznesi gancheni Quranshi bრძანებს. და რომ იმ ქვეყნის ხალხს ერწმუნათ და თავი აერიდებინათ, უეჭველად გარდავფენდით მათთა ცისა და ქვეყნის ხავ ბარაკას, მაგრამ ცრუთ შერაცხეს, ამიტომაც შევიპყარით ისინი იმის გამო, რაც მოიხვეჭეს. არაფა 7:96. შუამავალი კი ასე გვმოძღვრავს. ამ ქვეყნიური ქონება მიმზიდველი და ტკბილია, ვინც ქონებას ხელგაშლილი გულით ალალად მოიპოვებს, მისი ქონება ბარაქიანი იქნება, მაგრამ ვინც სიხარბით სავსე გულით ქონების მოპოვებას მოისურვებს, ბარაქა არ ექნება. ძვირფასო მორწმუნენო, ამ აიათითა და ჰადისით ჩვენ შეგვიძლია ბარაქიანობის საიდუმლო გავიგოთ. თუ გსურს, რომ ცხოვრებაში ბარაქა გქონდეს, მაშინ სიხარბე უნდა დავივიწყოთ და ქონების დაგროვების მაგივრად მისი გაცემა ვისწავლოთ. ქონება, ცოდნა, სარჩო და სიყვარული მხოლოდ გაზიარების შედეგად მრავლდება. ბარაქა მხოლოდ გულისხმიერი სიუხვითა და ხელგაშლილობით მიიღწევა. მოერიდეთ ზღვარგადასულობას, ფლანგვას, უმადურობას, სიხარბესა და სიძუნწეს. ბარაქა მაშინ მიიღწევა, როდესაც ადამიანი თავისი ქონების ტყვედ არ შეიქმნება. მოერიდეთ ტყუილს, თვალთმაქცობას, ტყუილსა და ფარისევლობას, რადგან ცოდვები და ამორალური ქცევები ბარაქას ანადგურებს. ბარაქა ღვთისადმი მინდობით, მორჩილებით, მადლიერებით, პატიოსანი შრომითა და ხელგაშლილობით მიიღწევა. ძვირფასო მორწმუნენო, სიცოცხლის ბარაქიანობას რწმენა, ღვთისმსახურება, კეთილი საქმენი და ზნეობა განსაზღვრავს. ოჯახური ცხოვრება სიყვარულითა და პატივისცემით კეთილდღეობას პოვებს. ქონების ბარაქა მოწყალების, ქველმოქმედებისა და ზექათის გაცემით მიიღწევა მხოლოდ. ვაჭრობის დროს პატიოსნება და ალალი შრომა ბარაქის საწინდარია. საქმეში ბარაქას გულმოდგინება და წესიერება მოგვიტანს. ცოდნა თუ გვინდა გაგვიმრავლდეს, ის სხვებსაც უნდა ვასწავლოთ. დროის შინაარსიანად გამოყენება სიცოცხლის ბარაქიანობას უზრუნველყოფს. კარგად აღზრდილი შვილები შთამომავლობას, სიუხვესა და სიმრავლეს შეჰმატებს. მორწმუნენო, უზენაესი გამჩენი ხვავისა და ბარაქის ერთადერთი წყაროა. ის ყოვლად მოწყალე და ყოვლად მწყალობელია. მისდამი ჩვენი მსახურება, ჩვენი თაყვანისცემა ყოველ მხრივ გულწრფელი უნდა იყოს. სიმშვიდე და ბედნიერება არა ქონების სიმრავლეში, არამედ მის ბარაქიანობაშია. ყველა ჩვენი სიტყვისა თუ ქცევის ერთადერთი მიზანი ღვთის კმაყოფილების მოპოვება უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ყოვლად მოწყალე ღმერთი ბარაქის კარებს გაგვიხსნის და ბედნიერებას გვარგუნებს.